ნუ ყვირი ხარ ახლა. რატო ყვირი ხარ და რატო ჩუბობ? შენ რო აქა ბუინობდი, ეგა მაშინაც ციხეში. ატენის უბანზე საარჩევნო პროცესი 12 საათისთვის ინციდენტის ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი დამკვირვებელი მაია ბარჯაძე ირწმუნება, რომ სოფლის რწმუნებული მაჟორიტართან ერთად აგიტაციას ეწეოდა და მას შემდეგ რაც ფაქტის დაფიქსირება შეეცადა, მასზე მუქარა განახორციელეს. ინციდენტი ყოფილი ინტერნატის შენობის ეზოში დაიწყო და საარჩევნო უბანზე გაგრძელდა. ერთი დარღვევა იყო აღნიშნეს კიდეც, დანარჩენი ყველაფერი თქვენ თვითონ ხედავთ, წყნარად შვიდათ, ამორჩეველი მოდის. მე კონკრეტული ფაქტი მაქვს, უბრალოდ მე ის ფაქტი მაქვს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს არა აქვს უფლება აგიტაცია გააკეთოს და შემოვიდეს ახლოს. მე უბრალოდ მე გადაუღე სურათი. მომივარ და რატო გადამიღე სურათიო? არაფერს არ მემუქრები, კაცო, არც დამხმუქრებული არაფერი ვასაკეთე. მე შეუძლები რატო გადამიღე სურათი მეთქი, კაცო. და მიუხედა, რატო მიღეთ? სოსო ვანიშვილმა მივიდა და ისა საარჩევნო უბანზე მის ხმა გამოვიდა და ვლაპარაკობდით, აგერახა ვლაპარაკობდით კარების იქ. 2 მეტრაში ვიყავით აქედან. ხო და უფლება მაჟორიტარს კი არა, სულ საკუთრება ეზოში შევიდეს. გორის რაიონის რამდენიმე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი კახა ტოლიაშვილი. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. სოფელ ატენში 25 უბანზე რწმუნებული, მოქმედი რწმუნებული ნუგზარ ძინარაშვილი სიტყვიერ ზემოქმედებას და ზეწოლას ახდენს ჩვენს დამკვირვებელზე, მას სოფლიდან გაქრობით ემუქრება, არჩევნებიდან მოცილებით ემუქრება. ეს არის პირდაპირ დარღვევა საჯარო პირების. პროვოკაცია ატყობენ რომ აღარაფერი აღარ გამოუვათ. უკვე ეცლება დაბლა კიბე ეცლება და ვეღარ ადიან და რა ქნან აბა? გადასახტომი მეტი აღარა და მიდიან პროვოკაციებს. გორის საოლქო საარჩევნო კომისიას დარღვევების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გააჩნია. დარღვევები ჯერჯერობით არ არის დაფიქსირებული, არც საჩივრები არ არის შესული, არც საარჩევნოებზე, არც ოლქში. არა, ჩვენთვის ამ ინფორმაციას არ ვფლობთ. 12 საათიან მონაცემებთან შედარებით გორსა და გორის რაიონში ამომრჩეველთა აქტივობა იზრდება. არსებული ვითარების შესახებ განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია 16 საათამდე გააკეთებს.